გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ სოფი. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს YouTube-ის არხზე. დღევანდელი ვიდეო იქნება ძალიან სასარგებლო თქვენთვის, თუ გაინტერესებთ როგორ დაწეროთ ძალიან კარგი ესე. რომ არ გამოგხსნათ ახალი ვიდეო გაკვეთილები, გამოიწერეთ არხი. ასევე მესტუმრეთ Instagram-ზე, იმიტომ რომ იქაც გიზიარებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას. ჩვენ კი დავიწყოთ. და დავიწყოთ ფრაზით It is widely believed that. ხშირად მიიჩნევენ რომ. It is widely believed that. ხშირად მიიჩნევენ რომ. შევხედოთ მაგალითებს. It is widely believed that education is key to success. ხშირად მიიჩნევენ რომ განათლება წარმატების გასაღებია. It is widely believed that. ხშირად მიიჩნევენ რომ education is key to success. მოცემული წინადადება შეგიძლიათ განავრცოთ და უფრო დეტალური და უფრო მდიდარი გახდება თქვენი არგუმენტი. მაგალითად, it is widely believed that education is key to success as it opens doors to countless opportunities. ხშირად მიიჩნევენ რომ განათლება წარმატების გასაღებია, რადგან იგი უამრავ კარს აღებს. It is widely believed that education is key to success. ხშირად მიიჩნევენ რომ განათლება წარმატების გასაღებია, as it opens doors to countless opportunities. რადგან იგი უამრავ კარს აღებს. შემდეგი ძალიან სასარგებლო ფრაზა არის research shows that. კვლევები აჩვენებს რომ. Research shows that. კვლევები აჩვენებს რომ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავს კონტექსტში. Research shows that physical education improves cognitive abilities. კვლევები აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობის გაკვეთილი, ანუ სპორტის გაკვეთილი, აუმჯობესებს მენტალურ უნარებს. Research shows that კვლევები აჩვენებს, რომ physical education, ფიზიკური აქტივობების გაკვეთილი, ანუ სპორტის გაკვეთილი, improves აუმჯობესებს cognitive abilities, მენტალურ კოგნიტიურ უნარებს. შეგიძლიათ განავრცოთ ეს აზრი და თქვენი არგუმენტი უფრო მდიდარი და დეტალური გახდება. მაგალითად, research shows that physical education improves cognitive abilities, which helps students perform better academically. კვლევები აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობის გაკვეთილი აუმჯობესებს მენტალურ უნარებს, რაც ეხმარება სტუდენტებს უკეთესი აკადემიური შედეგების მიღებაში. Research shows that physical education, კვლევები აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობის გაკვეთილები improves cognitive abilities, აუმჯობესებს კოგნიტიურ უნარებს, which helps, რაც ეხმარება სტუდენტებს perform better academically, უკეთესი აკადემიური შედეგების მიღებაში. კიდევ ერთი ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ესეში, არის there is strong evidence that. არსებობს მტკიცებულება. შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავს კონტექსტში. There is strong evidence that exercise contributes to better sleep. არსებობს მტკიცებულება, რომ ვარჯიში ხელს უწყობს ძილს. There is არსებობს strong evidence მტკიცებულება that exercise რომ ვარჯიში contributes ხელს უწყობს to better sleep. უკეთეს კარგ ძილს. There is strong evidence that exercise contributes to better sleep. არსებობს მტკიცებულება რომ ვარჯიში ხელს უწყობს ძილს. მშვენიერი მტკიცებულება, თუმცა შეგიძლიათ კიდევ გაუმჯობესოთ, რითაც გააძლიერებთ საკუთარ არგუმენტს. მაგალითად, there is strong evidence that exercise contributes to better sleep by relaxing the mind and body. არსებობს მტკიცებულება, რომ ვარჯიში ხელს უწყობს უკეთეს ძილს, რადგან იგი ახდენს გონებისა და სხეულის დამშვიდებას. There is არსებობს strong evidence მტკიცებულება that exercise რომ ვარჯიში contributes to ხელს უწყობს better sleep უკეთეს ძილს by relaxing the mind and body რადგან იგი ახდენს გონებისა და სხეულის დამშვიდებას. კიდევ ერთი ძალიან კარგი ფრაზა არის the facts support the idea that. The facts support the idea that. ფაქტი
ადასტურებს რომ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავს კონტექსტში. The facts support the idea, ფაქტები ადასტურებს, that education, რომ განათლება, reduces poverty, ამცირებს სიღარიბის დონეს. The facts support the idea that education reduces poverty. ფაქტები ადასტურებს, რომ განათლება ამცირებს სიღარიბის დონეს. თუმცა შეგიძლიათ მოცემული მტკიცებულების გაუმჯობესება, თუ უფრო დეტალურად ახსნით საკუთარ აზრს. მაგალითად, the facts support the idea that education reduces poverty by providing individuals with skills needed for better employment. ფაქტები ადასტურებს, რომ განათლება ამცირებს სიღარიბის დონეს, რადგან ასწავლის ადამიანებს უკეთესი დასაქმებისთვის უკეთეს უნარებს. The facts support the idea, ფაქტები ადასტურებს, that education, რომ განათლება, reduces poverty, ამცირებს სიღარიბის დონეს, by providing individuals with skills needed for better employment, რადგან ასწავლის ადამიანებს უკეთესი დასაქმებისთვის უკეთეს უნარებს. კიდევ ერთი ძალიან კარგი ფრაზა, რომლის გამოყენება შეგიძლიათ ესეში, არის ეს. There is little doubt that. არსებობს მცირე ეჭვი რომ. There is არსებობს little doubt მცირე ეჭვი that რომ. მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავს კონტექსტში. There is a little doubt that sports have positive impact on society. არსებობს მცირე ეჭვი, რომ სპორტი დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. There is არსებობს a little doubt that მცირე ეჭვი, რომ სპორტი have a positive impact დადებით გავლენას ახდენს on society საზოგადოებაზე. შემდეგი ფრაზაც ძალიან მომწონს, მშვენიერი ფრაზაა ესესთვის. It is important to maintain. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს. Maintain is a beautiful word to use in your essay. It is important to maintain. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავს კონტექსტში. It is important to maintain strong family connections. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ძლიერი ოჯახური კავშირები. It is important, მნიშვნელოვანია, to maintain, შენარჩუნდეს, strong, ძლიერი, family, ოჯახური connections, კავშირები. It is important to maintain strong family connections. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ძლიერი ოჯახური კავშირები. მშვენიერი მტკიცებულება, რომლის გაუმჯობესება შეგიძლიათ თუ უფრო დეტალურად ისაუბრებთ მოცემულ თემაზე. მაგალითად, it is important to maintain strong family connections as they provide emotional support and create lasting bonds. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ძლიერი საოჯახო კავშირები, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ემოციურ მხარდაჭერას და ქმნიან ხანგრძლივ კავშირებს. კიდევ ერთი ძალიან კარგი ფრაზა არის a strong case can be made for. შეიძლება მყარი არგუმენტებით იყოს დასაბუთებული. A strong case can be made for. შეიძლება მყარი არგუმენტებით იყოს დასაბუთებული. მოცემული ფრაზის გამოყენება შეგიძლიათ მომდევნო მაგალითში. A strong case can be made for the importance of vocational education. პროფესიული განათლების მნიშვნელობა შეიძლება მყარი არგუმენტებით იყოს დასაბუთებული. A strong case can be made for the importance of vocational education. პროფესიული განათლების მნიშვნელობა შეიძლება მყარი არგუმენტებით იყოს დასაბუთებული. შეგიძლიათ გაუმჯობესოთ მოცემული მტკიცებულება და უფრო დეტალურად დაწეროთ, როგორც მომდევნო მაგალითშია. A strong case can be made for the importance of vocational education, especially in providing practical skills for the workforce. პროფესიული განათლების მნიშვნელობა შეიძლება მყარი არგუმენტებით იყოს დასაბუთებული, განსაკუთრებით იმ პრაქტიკული უნარების სწავლების გამო, რომელიც აუცილებელია დასაქმებისთვის. A strong case can be made for the importance of vocational education,
პროფესიული განათლების მნიშვნელობა შეიძლება მყარი არგუმენტებით იყოს დასაბუთებული, especially განსაკუთრებით in providing practical skills იმ პრაქტიკული უნარების სწავლების გამო for the workforce, რომელიც აუცილებელია დასაქმებისთვის. კიდევ ერთი მშვენიერი ფრაზა თქვენი ესესთვის არის ეს ფრაზა. It can be argued that. შეიძლება ითქვას. It can be argued that. შეიძლება ითქვას. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავს კონტექსტში. It can be argued that online education provides greater accessibility. შეიძლება ითქვას, რომ online განათლება უფრო ხელმისაწვდომია. It can be argued that შეიძლება ითქვას, რომ online education, online განათლება provides greater accessibility. უფრო ხელმისაწვდომია. მოცემული მტკიცებულების უფრო ეფექტურად გამოყენება შეგიძლიათ თუ უფრო დეტალურად ისაუბრებთ მოცემულ თემაზე, როგორც მეორე მაგალითშია. It can be argued that online education provides greater accessibility for students in remote areas. შეიძლება ითქვას, რომ online განათლება უფრო ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის შორეული რეგიონებიდან. It can be argued, შეიძლება ითქვას, that რომ online education, online განათლება provides greater accessibility, უფრო ხელმისაწვდომია for students, სტუდენტებისთვის in remote areas. შორეული რეგიონებიდან. კიდევ ერთი ძალიან კარგი ფრაზა არის can result in. შეიძლება გამოიწვიოს. Can result in. შეიძლება გამოიწვიოს. მოცემული ფრაზის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგ კონტექსტში. A lack of job opportunities, სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობა can result in, შეიძლება გამოიწვიოს an increase in crime rates. დანაშაულის დონეების მატება. A lack of job opportunities can result in an increase in crime rates. სამუშაოს შესაძლებლობების ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის დონეების მატება. მოცემული მტკიცებულება მშვენიერია, თუმცა შეგიძლიათ გაუმჯობესოთ ის თუ უფრო დეტალურად ისაუბრებთ ამ საკითხზე. A lack of job opportunities, სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობა can result, შეიძლება გამოიწვიოს in an increase in crime rates, დანაშაულის დონეების მატება. As individuals may resort to illegal activities out of financial desperation. რადგან ადამიანები შეიძლება მიმართონ უკანონო საქმიანობას ფინანსური საჭიროებების გამო. გავიმეოროთ. A lack of job opportunities can result in an increase in crime rates. სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის დონეების მატება. As individuals, რადგან ადამიანები may resort to, შეიძლება მიმართონ illegal activities, უკანონო საქმიანობას out of financial desperation, ფინანსური საჭიროებების გამო. და ბოლო ფრაზა და არგუმენტები, რომელიც ასევე ძალიან გამოგადგებათ ესეში. The most compelling argument is that. ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი არის ის, რომ. The most compelling argument is that. ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი ის არის, რომ. The most compelling argument is that education fosters critical thinking. ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი ის არის, რომ განათლება ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. The most compelling argument, ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი is that, ის არის, რომ education განათლება fosters, ავითარებს critical thinking, კრიტიკულ აზროვნებას. ძალიან კარგი მტკიცებულება, რომლის გაუმჯობესება შეგიძლიათ უფრო დეტალური განხილვით, როგორც მეორე მაგალითში. The most compelling argument is that education fosters critical thinking, which is essential for problem solving. ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი ის არის, რომ განათლება ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, რაც აუცილებელია პრობლემის გადაჭრისთვის. The most compelling argument, ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი
is that ის არის რომ education განათლება fosters ავითარებს critical thinking კრიტიკულ აზროვნებას which is essential რაც აუცილებელია for problem solving პრობლემების გადაჭრისთვის. სულ ეგ იყო. იმედი ეს ვიდეო იყო თქვენთვის სასარგებლო და ბევრი რამ ისწავლეთ. თუ ასე მოიწონთ ეს ვიდეო. ამით ძალიან გამახარებთ. ასევე გამოიწერეთ არხი და მესტუმრეთ ინსტაგრამზე. მე კი გემშვიდობებით ულამაზეს დღეს გისურვებთ დროებით.